2025 წელს რამდენი ლარი ჯარიმა დაიწერა? საგზაო ჯარიმებზე მეკითხებ. ბევრი იქნება საკმაოდ. ბოლო დროს იმდენად პარკინგი არსა და არ არის 120 ადგილას ვაპარკინგებ. არაკი მართლა იმიტომ რომ პარკინგის ჯარიმა გაორმაგდა. რამდენი მაინც? 50 მილიონი მგონია რა. არა. კაი, გაინტერესებს რამდენი დაიწერა? მოგეთ 2025 წელს დაიწერა რა ქნა ეს? სად გაიქცა? სად წავიდა? ვინ დაურეკა ან რამ დაურეკა? ეს არა მოჭრა რა. კაი, წავუს ხვა ვიპოვოთ ისე. ეს ვიდეო რომ დაიდება ვიდეო რომ ნახოს. A few moments later. ჩემი მანქანა მიყავდა ევაკუატორს და მომიწია რომ გავქცეულიყავი. მე შოქში ვარ ახლა და მაგიტომ დაგხვდით აღრეალურად, მაგრამ რა მაინტერესებს, საიდან გაიგე რომ შენი მანქანა ევაკუატორს მიყავდა? ბორბალომ დამირეკა. არ მჯერა ხა მატყუე. ბორბალო მირეკავს თუ ჩემი მანქანას ევაკუატორი უპირებს გადაყვანას და იცი ბორბალო აპლიკაცია. კი, ვიცი და ეხა უკვე მჯერა. სამეჯერ გადავარჩინე, მე მგონი ჩემი მანქანა ამ ამბავს. და ეხა უკვე შენ ერთი ჯარიმაც დაგეწერა. ხო, პარკინგის ჯარიმა, მაგრამ სამაგიეროდ დავწდი 200 ლარიანი ევაკუატორის ჯარიმას. ანუ 2026 წლის სტატისტიკაში შეცდე ხვალ. გაინტერესებს რამდენი დაიწერა? კი. 230 მილიონი. რასამო, ძალიან ბევრია. კი, 50 რო თქვი გულში ძალიან გამეცინა. ეთყობა არ დადის ყველა კეთილს ინდისიერად. ან ეთყობა არაჩერებს ყველა კეთილს ინდისიერად. მე მაგალითად მაქსიმუმ პარკინგის ჯარიმა მომივიდეს. საზეც სხვათა შორის ბორბალოს რადარით დავდივარ, ყველა კამერა ვიცი სად არის და ჯარიმები არ მომდის. რო ჩავიწერეთ სხვა შორის ორჯერ შემიმცირდა ჯარიმები. რადარებით და იმ ევაკუატორით. მაინც რადგან ამხელა არის ჯარიმების ციფრი, ბორბალო ყველას უნდა კონდეს ვინც მძღოლი. ჩემი აზრითაც. მადლობა დიდი.